მოგესალმებით, მე ვარ ვიდეო გაკვეთილი TikTok-ის ადმინისტრატორი. ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ შეიძლება უცოძის ძრავის საიტზე Delete Design-ის დაყენება. ამისათვის ძალიან ბევრი გამზადებული დიზაინი არის საიტზე fear.ucoz.com. ამ საიტზე შესვლისთანავე ვირჩევთ კატეგორიას Delete ucoz და მოცემულია ძალიან ბევრი დიზაინი. თქვათ ავირჩიოთ რაიმე ერთი დიზაინი, რომელიც მე უკვე გადმოვწერე და ნახოთ თუ როგორ უნდა დაყენდეს. გადმოწერა ჩვეულებრივად ხდება ოღონდ უცხოურ სერვერებზე ატვირთული, მაგრამ უფასოა. ახლა ვნახოთ როგორ ხდება დაყენება. გადმოვწერეთ ფაილი, ამოვაარქივეთ. შევდივართ საიტის სამართავ პანელში. შემდეგ შევდივართ File Manager. ახლა კი ყურადღებით მისმენთ, აი აქ უნდა შევქმნათ ზუსტად ის ფოლდერები, რაც არის პაპკაში მოცემული. გავხსნათ პაპკა და ვნახოთ, აქ არის სამი პაპკა, image და panel CSS. გავხსნათ იგივე პაპკები. Создать папку CSS. შემდეგი პაპკა images და შემდეგი პაპკა panel. ახლა ვთქვათ შევიდეთ პაპკაში images და აი ამ პაპკაში უნდა ავტვირთოთ სათითაოდ image პაპკაში მოცემული თითოეული სურათი. Browser მივუთითებთ სად გვაქვს ეს პაპკა, გავხსნით image და აქ მოცემული ყველა სურათი სათითაოდ უნდა იქნეს ატვირთული ამ პაპკაში. მაგალითად დავიწყეთ სურათი open და загрузить файл. ალბათ მივხვდით, აქ თითოეული სურათი ესე უნდა აიტვირთოს. რომ მოვრჩევით ამ სურათების ატვირთვას, დავბრუნდებით უკან. ახლა შევალთ panel პაპკაში და ავტვირთავთ იმ ფაილებს, რაც არის მოცემული ჩვენს გადმოწერილი დიზაინის panel პაპკაში. ამასაც რომ მოვრჩევით, შემდეგ შევდივართ CSS-ში და როგორც წინე პაპკებში გავაკეთეთ, იგივეს ავტვირთავთ, რაც პაპკაშია. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ კი აუცილებლად უნდა გადავიდეთ რედაქტორ სტრანიც და უправление дизайн модуля. შემდეგ აუცილებლად გადავდივართ გვერდზე სტრანიცა საიტა და აქ არის მოცემული კოდები. ამ კოდების შესაცვლელად კი გავხსნათ პაპკა, დიზაინის პაპკა. ამ სამ ფოლდერის გარდა არის აქ სხვა რაღაცებიც. სხვადასხვა დიზაინს შეიძლება სხვადასხვა სახელი ერქვას მთავარი გვერდის კოდებს. მაგალითად, აქ ქვია main. შეიძლება ერქვას главная страница. თქვენ თვითონ მიხვდებით, ან ინსტრუქცია ყველას მოყვება და შეგიძლიათ წაიკითხოთ. ახლა გავხსნათ main ფოლდერი. მოვაკოპიროთ, რაც კი შეგინთ არის და ჩავაფეისტოთ აქ, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა ამოიშალოს. ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ დააწევით სახრანიც და დიზაინი დაყენდება. მე თქვენ სურვილისამებრ HTML რედაქტორით უნდა გადააქართულოთ, შეინახოთ. მოკლედ ძალიან ბევრი საწოლებელი საქმეა. მე თუ მკითხავთ, ისევე ჯობია დიზაინის არჩევა მოცემული უცოზის დიზაინის. ეს ვიდეო კურსი ამით დამთავრდა. კითხვები თუ გაქვთ, დამიწერეთ კომენტარებში.